თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანილძე ერთ კვირაზე მეტი არაც დაინიშნა, თუმცა მას უკვე ერთ-ერთ ხმაურიან საქმეზე მოუწევს განმარტებების გაკეთება. ამჯერად კითხვები მისი დაზვერვის სფეროში მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ექსპერტი სოსი სკარიშვილი, რომელიც ლაფანყურის საქმის საზოგადოებრივი კომისიის წევრია, მინისტრს კონკრეტული პასუხების მისაღებად ვადას დეკემბრამდე აძლევს. კითხვები ლაფანყურის საქმეზე სხვადასხვა უწყებებთან სახალხო დამცველსაც დაუგროვდა. პირდაპირ შეკითხვები გვექნება ბატონ ჯანილიძესთან და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან. თავდაცვის მოქმედ მინისტრთან შეკითხვები ლაფანყურის საქმის საზოგადოებრივი კომისიის წევრს და ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მან 1 წლის განმავლობაში სახალხო დამცველთან არსებულ საბჭოში იმუშავა და სპეცოპერაციის საქმეზე დამატებითი მასალები მოიძია. ექსპერტი ამბობს, რომ 12 წლიანი სადაზვერვო საქმიანობის გამოცდილების მქონე თავდაცვის მინისტრს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. როცა ადამიანი ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოების რჩეველია, დასაკურველია მის მიმართ ინტერესიც მეტია. შედეგი ერთია, რომ 2 წელიწადზე მეტი გავიდა და არც წინა ხელისუფლებას და არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც კრემლს არც სურს ამ საქმის გამოძიება. თავდაცვის მინისტრის ლაფანყურის საქმესთან კავშირის შესახებ არ საუბრობს სახალხო დამცველი, თუმცა უჩა ნანუაშვილს შეკითხვები სხვადასხვა უწყებებთან აქვს. ნანუაშვილი, რომელიც ლაფანყურის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ გამოძიება ჭიანურდება. ჩვენ კონკრეტული კითხვები გვაქვს საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რასაც ვსვავთ სწორედ აღნიშნულ ანგარიში. საკმარისი დრო იყო ჩემის აზრით 2 წელი იმისთვის, რომ საქმის გამოძიება რაღაც ეტაპამდე მისულიყო, ანუ კონკრეტული შედეგები დადებულიყო. დაზვერვის სფეროში სამუშაო გამოცდილების გამო თავდაცვის მოქმედ მინისტრთან შეკითხვებს გამორიცხავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კითხვები პარლამენტს პროკურატურასთან აქვს, რომელსაც გამოძიების ჩატარება ლაფანყურის საქმეზე 2 საპარლამენტო დასკვნის შემდეგ დაევალა. პარლამენტი პროკურატურისგან გამოძიების შესახებ ინფორმაციასაც ელოდება. ამ საქმის გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, ვიცი რომ საკმაოდ დიდი ყურადღება არის ამ საქმის მიპყრობილი. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას, იმიტომ რომ პარლამენტის იმავე დადგენილებაში იყო მითითებული, რომ ინფორმაცია შემდეგ უნდა მოეწოდოს პარლამენტს. საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს მოქმედ მთავრობას ყოფილი ხელისუფლებაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის შეფასებით, ლაფანყურის საქმის გამოუძიებლობა რუსეთის ინტერესებშია. ის რაც მოხდა ყველა მიწის, მათ შორის თვითონაც იციან, უბრალოდ იმის გამო რომ რუსებს კორს უგორებენ, არ უნდათ საბოლოოდ სიმართლე თქვან ამ ფაქტის გარშემო და ამიტომ აძლევენ სალაპარაკოს ყველა ჯურის ხალხს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ უშუალო საგამოძიებო მოქმედებებს ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. საგამოძიებო უწყება კი ამ პროცესს ზედამხედველობას უწევს. თავდაცვის მინისტრის პოზიცია ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. მინდია ჯანელიძე კითხვებს ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ უპასუხებს.